მეექვსე თავი ნაწილი მესამე ახალი მოდგმის ადამიანებზე ისევ პრომეთე ზრუნავდა ეს ადამიანები ღმერთებისადმი მოწიწებით იყვნენ გამსჭვალულნი მათ მოინდომეს გაერკვიათ თუ როგორი ძღვენი უნდა შეეწირათ ღმერთებისათვის და ამ მიზნით მეკონში შეიკრიბნენ ეს პრობლემა მათ პრომეთემ გადაუწყვიტა მან დაკლული ხარი აქნა საუკეთესო ნაჭრები ერთად დადო ერთ გობზე და ზედ კუჭი გადააფარა მეორე გობზე ჯერ ძვლები შემდეგ კი კარგი ნაჭრები და ქონი დააწყო და ზევსს მიმართა მეხთამპყრობელო აირჩიე რომელიც ქსურს შენს მახვილ თვალს არაფერი გამოეპარება ზევსი კარგ ნაჭერს და ქონს დახარბდა ხელში კი ძვლები შერჩა ამრიგად პრომეთეს წყალობით ადამიანებს ხორცი დარჩათ ღმერთებს კი ძვლები და ამის შემდეგ დაწესდა ღმერთებისათვის შესაწირავი ადამიანისათვის საჭმელად უვარგისი იყო მოტყუებულმა ზევსმა ჯავრი ადამიანებზე იყარა და მათ ცეცხლი წაართვა რათა სიბნელეში ყოფილიყვნენ და უმის საკვები ეჭამათ პრომეთემ გადაწყვიტა კვლავ დახმარებოდა ადამიანებს და რადგან ჯერ კიდევ წინა მოდგმის ხალხისთვის ცეცხლის გადაცემის გამო ზევსისაგან ოლიმპოზე გამოჩენა აკრძალული ჰქონდა ათენას თხოვა შეეშვა იქ მარად მოგიზგიზე კოცონიდან კვლავ მოიპარა მუგუზალი ლერწმის ღეროში დამალა და სწრაფად დაეშვა დედამიწაზე სადაც ცეცხლი ადამიანებს გადასცა ამან განარიცხა ზევსი და მისი ბრძანებით კავკასიონის ქედზე კლდეზე მიაჯაჭვეს ტიტანი შემდეგ კი ეს ჰეფესტომ გააკეთა მკერდში რკინის სარი გაუტარეს ისე შებოჭეს რომ განძრევა და თავის მობრუნება არ შეეძლო ასეთი საშინელი ტანჯვა არ გუნა ზევსმა ტიტანს ადამიანებისათვის აღმოჩენილი დახმარებისთვის პრომეთე წინასწარმეტყველი იყო და იცოდა რაც ელოდა მაგრამ მაინც ადამიანების ერთგული დარჩა პრომეთეს სანუგეშოთ ოკეანოსის მეთაურობით ოკეანიდები კავკასიონისაკენ დაიძრნენ თანაუგრძნეს ტიტანს მაგრამ ურჩიეს ზევს დამორჩილებოდა ამის გაკეთებას ტიტანი კი არ აპირებდა პრომეთემ იცოდა როდის დადგებოდა ზევსის მეფობის დასასრული და ამაზე ესაუბრა ოკეანოსსა და მის ასულებს მიჯაჭვულ გმირთან ღმერთების შიკრიკი მივიდა და აყვედრიდა ადამიანების გამო ღმერთების მამა ზევსი რატომ გადაიმტერეო პრომეთემ ასე უპასუხა ჰერმესს ზევსის ლაქიავ
არ გავცვლი ჩემს ტანჯვას შენს მონობაზე, გასწი ამე მტარვალს. ჰერმესი ზევსის დავალებით იყო მოსული, რათა პრომეთეს საიდუმლო გაეგო, მაგრამ ვერას გახდა და იქაურობას გაეცალა. განრისხებულმა ზევსმა კავკასიონს ელვა და მეხი დაუშინა. ამის შედეგად მოწყდა და ტარტაროსში დაინთქა ის კლდე, რომელზეც პრომეთე იყო მიჯაჭვული. კარგა ხანს იყო ქვესკნელის წყდიაჩი ტიტანი. მერე ზევსმა ის კლდე თავის ადგილზე დააბრუნა. მაგრამ ახალი სატანჯველიც მოიფიქრა. ყოველ დღე ციდან ეშვებოდა არწივი და ღვიძლს უკორტნიდა ტიტანს. ნაკადულებად მოედინებოდა და არემარე ზღებავდა პრომეთეს სისხლი და სადაც კი ეწვეთებოდა, ზე წითელი ყვავილები ამოდიოდა. სანამ გმირი მარადიული ტანჯვისათვის იყო განწირული, ზევსმა თავისი ბატონობა განამტკიცა. მან ტარტაროსიდან გაათავისუფლა და შემოირიგა ტიტანები, რომლებიც ახლა პრომეთეს ეხვეწებოდნენ, ზევს დაზავებოდა. ქალღმერთი თემისი მივიდა გმირთან და შეევედრა. ჩემს ვაებას მაინც ეცი პატივი პრომეთე, შეიბრალე, გული მიკუდება შენი ტანჯვის შემყურეს. ზევსი უკვე აღარ მრისხანებს ძველებურად, ყოვლის მკურნალმა დრომ მისი რისხვა დააცხრო. ახლა ზევსის ძალაუფლება განუზომელია, ვერც ვერავინ შეარყევს და არც არავისი ეშინია. ამაოა შენი ტანჯვა. ქალღმერთის ქვითინმა იმოქმედა პრომეთეზე, შერიგებისაკენ ნაბიჯი გადადგა და იგივე გააკეთა ზევსმაც. მან ჰესპერიდების ბაღში ოქროს ვაშლების მოსაპარავად მიმავალ ჰერაკლეს დაავალა პრომეთეს განთავისუფლება. თავის მხრივ პრომეთემაც გათქვა ის წინასწარმეტყველება, რაც ზევს მოსვენებას უკარგავდა. თუ ზევსი თეტის შეუუღლდება, გაჩნდება უძლიერესი ღმერთი, რომელიც მას ტახტს წაართმევს. ჰერაკლემ ისრით განგმირა არწივი და დაამსხვრია პრომეთეს ბორკილები. მათ ნაცვლად ზეთისხილის ტოტებისაგან გვირგვინი და რგოლები გაუკეთა. ამ შორეული დროიდან ადამიანები სამკაულებად გვირგვინსა და სამაჯურებს ხმარობენ ტანჯული გმირისადმი პატივისცემის ნიშნად. ასევე ძველია პრომეთეს პატივსაცემად დღესასწაულების ჩატარების ტრადიცია. ის იმართება ყოველ წელს ათენთან ახლოს, აკადემოსის ჭალაში, სადაც პრომეთეს სამსხვერპლო იყო. აქედან იწყებოდა სირბილი ანთებული ჩირაღდნებით. მთავარი იყო მორბენალს ცეცხლი არ ჩაქრობოდა. გამარჯვებული ის იყო, ვინც პირველი მიიტანდა ანთებულ ჩირაღდანს ათენში, კერამეიკონის უბანში, სადაც მეთუნეები მისდევდნენ თავიანთ საქმეს. ამ შემთხვევაშიც კარგად ჩანს ნაწარმოებშიარეკლილი ეპოქის თავისებურებანი. ახლა არც ყოფაა ისეთი სასტიკი, როგორიც იყო ამირანის თქმულების დაბადებისას და ღმერთთან შეთანხმებაც უკვე შესაძლებელია და ბოლოს პელაზგურის სამყარო უფრო რაციონალურია და რეალისტური. ის ცეცხლის მოტაცების ამბავს ამირანის თქმულებისაგან განსხვავებით აღარ ახვევს მისტიკურ და ეროტიკულ საფარველში. უკვე აცნობიერებს ის ადამიანების მიერ ცეცხლის მოპოვების საკაცობრიობო მნიშვნელობას, მით უმეტეს რომ ჩვენი უშორეულესი წინაპრების მიერ ცეცხლის მოპოვებას მათ მიერ ლითონის აღმოჩენა მოჰყვა. ივანე ჯავახიშვილი წერდა, ბერძნების მწერლებიც ერთხმად აღიარებენ, რომ საუკეთესო სპილენძის ნივთები სწორედ ამ ქვეყნიდან გამოჰქონდათ. თვით ელვადაში ხომ სპილენძი ცოტა იყო და უფრო აზიიდან შემოტანილი მადნით მიდიოდნენ იოლას. თითბირის სახელები კი ზოგიერთ ევროპულ ენაში, მაგალითად გერმანულად მესლინგ, ანგლოსაქსური მიუსტლინგ, ძველი ნორმანდიული მესლინგ, პოლონური
მოსიანს ქვია მოსენე, ანუ მოსინიკის ტომის სახელისაგან არის წარმომდგარი. სწორედ ეს მოსინიკები იყვნენ თითბრის ხელობაში განთქმულნი. ამ მადნის მეორე სახელიც თითბერი ნამდვილი ქართულია და ნიშნავს თუთფერს, ესე იგი მთვარის, მეგრულად თუთა, ქართულად თთუც, ფერის მადანს. რკინის განსაკუთრებით ფოლადის მომზადებაც ბერძნებს როგორც ეტყობა პირველად ქართველი ტომებისაგან შეუსწავლიათ. ეს ფოლადის ბერძნული სახელიდანაც ჩანს. ხალფს, ხელებდიკოს, ხალიბების ტომის სახელწოდებისაგან არის წარმომდგარი და ხალიბურსა ნიშნავს. მართლაც ხალიბების მიერ გაკეთებული რკინის ნივთები ძალიან განთქმული იყო. ერთი სიტყვით უმთავრესი და კაცობრიობის წარმატებისათვის აუცილებლად საჭირო მადნის სახელები ან ქართველი ტომებისაგან არის შეთვისებული, ან არა და მათი სატომო სახელწოდებისაგან არის წარმომდგარი. ამით ცხადად მტკიცდება, რომ ქართველ ტომებს მადნეულის დამუშავებაში კაცობრიობის წინაშე საპატიო ღვაწლი მიუძღვის. ჭეშმარიტებას ღაღადებდა დიდი მეცნიერი და მისი სიტყვების დადასტურებას ვნახავთ სხვა წყაროში. მე-20 საუკუნის 70-იან წლებში გიორგი კვირკველიამ გამოსცა წიგნი უცხოელი მეცნიერები უძველესი ქართველი ტომების მელითონეობის შესახებ. იქ მოყვანილ უცხოელ მეცნიერთა მოსაზრებებით არათუ მტკიცდება ივანე ჯავახიშვილის შეხედულებები, არამედ კიდევ უფრო მასშტაბურად წარმოჩინდება პროტოქართველი ტომების როლი მსოფლიო მასშტაბით მეტალურგიის განვითარების საქმეში. მოვიტანთ რამდენიმე ციტატას ამ წიგნიდან. დიდძალი არქეოლოგიური მასალისა და კლასიკური ხანის ავტორების ცნობებზე დაყრდნობით ფორბსი მიდის იმ დასკვნამდე, რომ პონტოს რაიონი, სადაც ცხოვრობდნენ ხალიბები, თუბალები და მოსინიკები, წარმოადგენს მრავალი ფერადი ლითონის და რკინის სამშობლოს. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ უცხოელ მეცნიერთა უმრავლესობა დღესაც ერთხმად აღიარებს კავკასიისა და მცირე აზიის მეტალურგიის დიდ გავლენას შუმერზე, ეგვიპტეზე, კვიპროსზე, რომზე, საბერძნეთსა და დასავლეთ ევროპაზეც. ამ მხრივ მათი აზრით ყველაზე დიდი დამსახურება მიუძღვის პონტოს რაიონს, განსაკუთრებით მდინარე ჰალისის აუზში მცხოვრებ ტომებს, ხალდებს, მოსინიკებსა და თუბალებს. გერმანელი მეცნიერი ვირხოვი ამტკიცებდა, რომ სპილენძის მეტალურგია საფუძველი ჩაუყარეს პონტოს რაიონში მცხოვრებმა მელითონეობით სახელგანთქმულმა ტომებმა, ხალიბებმა და ტაბარენებმა. ინგლისელმა კარპენტერმა და პოლონელმა მკვლევარმა შპევორსკიმ მოსინიკები აღიარეს განსაკუთრებული და მაღალი ხარისხის სპილენძ ბრინჯაოს მწარმოებელ ტომად მთელს მსოფლიოში. მცირე აზია, წერს ფორსბი, ვერცხლის მდიდარი საბადოებისა და ვერცხლოვანი ტყვიის მადნების არსებობა, ასევე პონტოში მცხოვრები სხვადასხვა ტომის, განსაკუთრებით ხალიბების მიერ მეტალურგიის ცოდნით აღჭურვა და ის აღმოჩენები, რომლებიც მათ მიეწერებათ, გვაფიქრებინებს, რომ ვერცხლისა და ტყვიის რაფინირება პირველად შეიმუშავეს პონტოში. ძველი წელთაღრიცხვით მესამე 1000 წლეულის დასაწყისში. შემდგომ განაგრძობს იგი, ეს ცოდნა გავრცელდა მთელს ძველ აღმოსავლეთში, მანამ ვიდრე ძველი წელთაღრიცხვით მე-15 საუკუნეში ეს ორივე ლითონი ფართოდ არ იქნა ათვისებული. პონტოს რაიონის ვერცხლის და ტყვიის დამორჩილების ეპიცენტრად აღიარების დასასაბუთებლად და ამ საქმეში ხალიფთა წვლილის წარმოსაჩენად ფორბს მოჰყავს სტრაბონის ცნობა ჰომეროსის მიერ ალიბეს ქვეყნის
ვერცხლის წარმოების სამშობლოდ მიჩნევის შესახებ. ის სავსებით იზიარებს ხალიფთა ქვეყანასთან, ალიბეს შალიბესთან გაიგივების სტრაბონისეულ ვერსიას და ამ ცნობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. და აი ძველი წელთაღრიცხვით მე-14 საუკუნეში მცირე აზიაში, პონტოს რაიონში, კერძოდ მდინარე ჰალისის ხეობაში მცხოვრებმა მელითონეობით სახელგანთქმულმა ქართველური მოდგმის ტომმა, ხალდებმა, ხალიბებმა პირველად მთელს მსოფლიოში შეიმუშავეს ჯერ რკინის დაფოლადების, ხოლო შემდეგ კი ფოლადის მიღების ტექნოლოგია, რამაც დასაბამი მისცა რკინის ფართო წარმოებას აღმოსავლეთსა და დასავლეთში. საკაცობრიო მნიშვნელობის მოვლენას, ფოლადის აღმოჩენას დასაბამი მიეცა იქ, პონტოს რაიონში, სადაც მეტალურგიასთან დაკავშირებით მსოფლიო მნიშვნელობის უდიდესი პრობლემა გადაწყდა. მაშ ასე ციტირებული მოსაზრებები გვარწმუნებს, რომ ლითონის მოპოვებისა და დამუშავების საქმეში პროტოქართველურ ტომთა პირველობა უდავოა და ამასთან ლოკალიზებულია მათი განსახლების ადგილიც, მცირე აზიის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილი, ანუ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთის სანაპირო. ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს პროცესი დღევანდელი საქართველოს ტერიტორიას არ მოიცავდა. პირიქით, ის თანდათანობით ამასთან საკმაოდ სწრაფად ვრცელდებოდა ქართველთა განსახლების მთელს ტერიტორიაზე. ამასთან დაკავშირებით ქალბატონი მარინე ცინცაბაძე წერს: ძველი წელთაღრიცხვით მე-7000 წლეულში ჩათალ-ქიუქში, ანატოლიაში, თანამედროვე თურქეთი, აღმოჩენილი მეტალურგიის ნიმუშები უკავშირდება ქართველ ტომებს, ხალიფს, თუბალს, მოსინიქს, რომლებმაც კულტურულ მსოფლიოს გააცნეს მეტალურგიის დარგი. ამის უტყუარი დასტურია ტერიტორიაზე მოძიებული და ძველი წელთაღრიცხვით მე-5-4 წლეულებით დათარიღებული რკინის მდნობელი საამქროების სიმრავლე გალის რაიონში, სოფელ ფიჩორა, რაჭის, აფხაზეთის, ზედა ქართლის მთიანეთში. კერძოდ გალის რაიონის სოფელ ფიჩორაში აღმოჩენილია ძველი წელთაღრიცხვით მე-4-3 წლეულების დასახლება, სადაც მოძიებულია მეტალის სხვადასხვა ნივთი, კავი, შუბისპირი და საამქროსათვის საჭირო მოწყობილობა, კერამიკული მილები ჰაერისათვის, ჩამოსასხმელი ჩამჩა. მოპოვებული მასალა ადასტურებს კოლხეთში მეტალურგიის დარგის არსებობას. თუ ამას დავუმატებთ სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში საყდრისის ოქროს საბადოს 5000 წლის წინანდელ მაღაროს, მაშინ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ლითონშემოქმედთა პროტოქართველურ ტომთა ზოგად ეროვნული ინტერესის საგანი იყო აგრეთვე ეროვნული თვითდამკვიდრებისა და თვითგამოხატვის ერთ-ერთი ფორმა. პროტოქართველ მელითონეთა მიერ აზიის, აფრიკისა და ევროპის ტომთა შორის წარმოებულმა კულტურათა დიალოგმა მათი მონაპოვარი მსოფლიოს საკუთრებად აქცია. ეს დიალოგი გამოწვეული იყო იმ დიდი პასიონარული ბიძგის შედეგად, რამაც ძველი წელთაღრიცხვით მე-3000 წლეულის შუახანებში დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთისაკენ დაძრა პროტოქართველური ტომები. მათი მოძრაობის თაობაზე ჩვენ ევროპაში ლითონის წარმოების გავრცელებითაც შეიძლება ვიმსჯელოთ. მიუბრუნდეთ გიორგი კვირკველიას წიგნს, იქ ამოიკითხავთ: ჩვენი საუკუნის მე-20 საუკუნის 40-იანი და 60-იანი წლების უცხოელ მკვლევართა უმრავლესობას უკვე აღარ ეპარება ეჭვი ცენტრალურ ევროპაში მეტალურგიის ძველი აღმოსავლეთიდან შემოსვლის შესახებ. ამჟამად უკვე აღიარებულია, წერს Forbes-ი,
რომ მეტალურგია ჩანასახობრივ მდგომარეობაში აღმოსავლეთიდან ევროპაში შემოიჭრა ძველი წელთაღრიცხვით 2500 წელს დუნაის ველისა და ტროას გავლით. ამ დროიდან ერთდროულად ცენტრალურ ევროპასა და უნგრეთში დაიწყო ბუნებრივი და გამოდნობილი სპილენძის ათვისება. ძველი წელთაღრიცხვით 2200 წელს სპილენძს უხვად ამუშავებდნენ კარპატებში, სლოვაკიაში, აღმოსავლეთ ალპებში, ბალკანეთში, ბოჰემიასა და საქსონიაში. ძველი წელთაღრიცხვით 2100 წელს სპილენძის წარმოება დაიწყო პოლონეთში, 2000 წელს კი ჩრდილოეთ იტალიაში და შემდეგ თანდათან გავრცელდა ჩრდილოეთითა და დასავლეთით. მეტალურგიამ ესპანეთში შეაღწია ზღვით. არაუგვიანეს ძველი წელთაღრიცხვის 2500 წლისა, რის შემდეგ ძველი წელთაღრიცხვით 2400 წელს ოქროს, ვერცხლსა და სპილენძს დიდი მასშტაბით ამუშავებდნენ ალმერიასა და ანდალუზიაში. და ბოლოს პირინეის ნახევარკუნძულიდან მოსულმა ხალხმა შეიტანა ბრიტანეთის კუნძულებზე ბრინჯაოს კულტურა და ამის წყალობით ბრიტანელები სპილენძის ეპოქის გაუვლელად ქვის ხანიდან პირდაპირ ბრინჯაოს ხანაში აღმოჩნდნენ. ძნელი არ არის მიხვდე თუ ვინ არიან ეს აღმოსავლეთიდან მოსული ხალხები, რომელთა მოძრაობასაც მოჰყვა მეტალურგიის განვითარება ევროპაში. ესენი დიდი პასიონარული ბიძგის შედეგად დაძრული პროტოქართველური ტომებია, რომელთა ერთი მარშრუტი ცენტრალურ ევროპაზე გადიოდა. პროტოქართველურ ტომთა ერთმა ნაწილმა პირინეის ნახევარკუნძულიდან ბრიტანეთის კუნძულებამდე მიაღწია და მათი წყალობით განხორციელდა ზემოხსენებული ნახტომი ბრინჯაოს მეტალურგიაზე გადასვლისას. ასე რომ პროტოქართველურმა ტომებმა მეტალურგიის გავრცელებით ცივილიზატორული როლი შეასრულეს ევროპის განვითარების საქმეში, რამაც ამ კონტინენტის წინსვლას მტკიცე საფუძველი ჩაუყარა. პროტოქართველური ტომების მიგრაციის დათარიღებისას ენობრივი პარალელებისა და რიგი არტეფაქტების გარდა ამა თუ იმ მხარეში ლითონის გავრცელების დროც აზუსტებს ეთნოსის მიგრაციის პერიოდებს. მით უმეტეს რომ ისინი ემთხვევა პასიონარულ ბიძგებს და მათ სიმძლავრეს. ქართველთა მიგრაციის დროისა და არეალის თაობაზე საყურადღებო კლასიფიკაციას იძლევა მარინე ცინცაბაძე დასახელებული ნაშრომის მეორე წიგნში ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე ათასწლეული შვამდინარეთში შუმერები. ძველი წელთაღრიცხვით მესამე ათასწლეული ასურეთი, ცენტრალური ევროპა, აღმოსავლეთი ევროპა, ჩრდილოეთი კავკასია. ძველი წელთაღრიცხვით მესამე მეორე ათასწლეულის მიჯნა ბალკანეთის ნახევარკუნძული კვიპროსი. რა ინფორმაციას გვაწვდის ეს ჩამონათვალი? უაღრესად საყურადღებოს ირკვევა რომ პირველი დიდი პასიონარული ბიძგი ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე ათასწლეულში მომხდარა, რის შედეგადაც პროტოქართველური ტომების ნაწილი დაიძრა შვამდინარეთისაკენ და იქ ჩამოაყალიბა შუმერულ ქართული ერთობა. ძველი წელთაღრიცხვით მესამე ათასწლეულის პირველ ნახევარში მოხდა მეორე და კიდევ უფრო ძლიერი პასიონარული ბიძგი, რომლის შედეგადაც პროტოქართველური ტომები მიემართებიან ერთი მხრივ ასურეთისაკენ, მეორე მხრივ კი ჩრდილოეთი კავკასიის, აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპისაკენ და ბოლოს ძველი წელთაღრიცხვით მესამე ათასწლეულის მეორე ნახევრის უდიდესი პასიონარული ბიძგის შედეგად პროტოქართველურმა ტომებმა დაიკავეს კუნძულოვანი და კონტინენტური საბერძნეთი.
და შეიქმნა დიდი პელაზგური კულტურა კრეტის სახით. ბერძენთა მიერ დევნილი პელაზგების ეტრურიაში გადასვლის შემდეგ მისტიკურობით გაჯერებული ეტრუსკული კულტურა რომაული ცივილიზაციის საფუძველი რომ გახდა და ბოლოს პელაზგებმა შეაღწიეს პირინეის ნახევარკუნძულზე და იქ შექმნეს ბასკური კულტურა. პირინეის ნახევარკუნძულიდან და უფრო ადრე ცენტრალური ევროპიდან პროტოქართველური ტომები გადავიდნენ ბრიტანეთის კუნძულებზე. გარდა მეტალურგიისა კოლონიზირებულ ტერიტორიებზე პროტოქართველურმა ტომებმა იმ დროისათვის მოწინავე სასოფლო-სამეურნეო კულტურად შეიტანეს. საქმე ისაა, რომ იმ მიწა-წყალზე, სადაც ჩვენი შორეული წინაპრები ცხოვრობდნენ, უშორეულეს წარსულში ინტენსიურ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწეოდნენ. ხალხური სელექციის შედეგად გამოყვანილი მარცვლეული ჩვენსავე მიწა-წყალზე კულტურული ხორბლის სახეობათა წარმოქმნის უწყვეტი პროცესის მაჩვენებელია. მათ შორის ანასეულ პირველში აღმოჩენილი ფაქტობრივი მასალა დათარიღებულია ძველი წელთაღრიცხვით მე-7-მე-5 ათასწლეულებით. მიაქციეთ ყურადღება ძველი წელთაღრიცხვით მე-7 ათასწლეული დასაწყისია პროტოქართველურ ტომთა სოციალური გააქტიურებისა. ამავე დროს ეს მათი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენის დროც არის. ისინი თითქმის ერთდროულად ავლენენ როგორც ლითონშემოქმედების, ასევე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის უნარს და იწყებენ მრავალგვარი მარცვლეული კულტურის მოყვანას. მაგალითად, აღმოსავლეთ საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ადრე სამიწათმოქმედო დასახლების არუხლოს ტერიტორიაზე ბოლნისის რაიონი ძველი წელთაღრიცხვით მე-6-მე-5 ათასწლეულები ნაპოვნია ხორბლის შემდეგი სახეობები: ველური ერთმარცვლა კულტურები, ერთმარცვლა, ორმარცვლა, სპელტა, მახა, ძველკოლხური ასლი, რბილი, ქონდარა და მაგარი ხორბლები. იქვე დამოწმებული ეგილოფსის ქერის, კილიანი და შიშველმარცვლიანი, ორ და მრავალმწკრივა, ფეტვის, ღომის, შვრიის, ოსპის და ბარდას ნაშთები. ხორბლეულის მოშენების ასეთი მრავალფეროვნება მეტყველებს პროცესის ინტენსიურობაზე, რაც ამ საქმეში პროტოქართველურ ტომებს უდავოდ პირველობას ანიჭებდა მაშინდელ მსოფლიოში და ქმნიდა პირობას, რომ ზემოხსენებული ხალხური სელექციის მონაპოვარი მთელს დანარჩენ სამყაროში გავრცელებულიყო. დოროფეევისავე აზრით, დასავლეთ საქართველოს პირველ რელიქტურ სპელტას შეეძლო შეეღწია ირანსა და აზიის სხვა ქვეყნებში. დიახ, შეეძლო შეეღწია, მაგრამ საკითხავია როგორ. ვფიქრობ იმავე გზით, როგორითაც ქართველთა ლითონშემოქმედება გავრცელდა, ანუ მიგრაციის მეშვეობით. ყველა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც იკავებდნენ პროტოქართველური ტომები, ემიგრაციის დროს გადაადგილებისას, ისინი თესდდნენ და იმკიდნენ მოსავალს. ასე ხდებოდა ადამიანთა დიდი მასების ხორბლით უზრუნველყოფა მგზავრობისას. შესაბამისად, სადაც ჩვენი შორეული წინაპრები დამკვიდრდებოდნენ, იქ ვრცელდებოდა ქართული ხორბლის ჯიშები და არა მხოლოდ ის, არამედ ქართული სასოფლო-სამეურნეო იარაღებიც, სამეურნეო ნაგებობებიცა და საცხოვრებელი სახლებიც. ამ საკითხთან დაკავშირებით ესპანეთში მოგზაურობის დროს საყურადღებო დაკვირვებების თაობაზე წერს აკადემიკოსი ვავილოვი. ასტურიაში ჩვენ მოგვიყვანა მსოფლიო მიწათმოქმედების ისტორიის შესწავლა.
ცდამ აღგვედგინა ევროპული სამიწათმოქმედო კულტურის განვითარების ისტორიული პროცესის რგოლები. ასტურია ევროპის თითქმის ხელუხლებელი კუთხეა. ადამიანები, ნაგებობები, კულტურა, აქ ყველაფერი განსაკუთრებულია. შენობათა გაბატონებული ტიპია ეგრეთ წოდებული პალაფიტი. ნაგებობა ხის ან ქვის ხიმინჯებზე, აუცილებლად გამოყოფილი ქვის ქოლგით, უშუალოდ შენობებისაგან. ეს კეთდება ნესტისა და თაგვისაგან დასაცავად. ჰელაფიტური ტიპი დამახასიათებელია არა მხოლოდ მარცვლეული საცავებისათვის, არამედ საცხოვრებელი სახლებისთვისაც. პალაფიტური ნაგებობა ძველი კულტურის ბევრ ქვეყანაში გვხვდება. მათი ნახვა შეიძლება ამიერკავკასიაში, ლენქორანში, დასავლეთ საქართველოში, საქართველოს აფხაზეთში, ტაივანზე და მალაის კუნძულებზე. ხიმინჯებზე შემდგარ სახლებსა და სამეურნეო ნაგებობებს, მაგალითად სიმინდის შესანახ ნალიას. ახლაც ვხვდებით დასავლეთ საქართველოში, რომლის ნაწილი აფხაზეთია. ამას გარდა ხიმინჯებზე შემდგარ სახლებს შეხვდებით თურქეთის საქართველოში, ანუ იმ ტერიტორიაზე, სადაც ლაზები მოსახლეობენ. ამასთან იქ კლიმატიც დაახლოებით ისეთივეა, როგორც დასავლეთ საქართველოში. როგორც ჩანს, ის რაც ასტურიასა და დასავლეთ საქართველოში ოპტიმალური ფორმაა საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებისათვის, ხანგრძლივი ძიების, გეოგრაფიული გარემოსა და კლიმატის თავისებურების გათვალისწინებითაა შექმნილი. მაგრამ მივყვეთ ვავილოვის მონათხრობს. მთელს ესპანეთში მხოლოდ ასტურიაში შემორჩა ნამდვილი ასლის კულტურა, განსაკუთრებული ფურჩოვანი ხორბალი, რომლის წარმომავლობაც აქამდე რჩება ამოუხსნელ ამოცანად. მაშინ როცა რბილი ხორბლის მსოფლიო კერა აკრავს ამიერკავკასიასა და წინა აზიას. ბავარიის, ტიროლისა და ასტურიის ფარგლებში უკვე მრავალი ასწლეულია და ალბათ 1000 წელია განკერძოებულია განსაკუთრებული შტო, რბილ ხორბალთან გენეტიკურად მეტად ახლობელი, მაგრამ სრულიად ორიგინალური, მთის რაიონებისათვის დამახასიათებელი ძნელად გასალეწი. ამასთან ასტურიული ასლი განსხვავებულია ვიდრე ტიროლისა და ბავარიისა, არა საშემოდგომო ნათესი, როგორც იქ, არამედ მარტოოდენ საგაზაფხულო ნათესია. ასტურიაში ძირითადად თავმოყრილია ფხიან თავთავიანი ასლის ფორმები. გენეტიკოს ვავილოვისათვის მართლაც გამოცანა იყო, საიდან გაჩნდა ასლის ჯიშის ხორბალი ასტურიაში. ჩვენ ხომ ვიცით პროტოქართველურ ტომთა დასავლეთისაკენ მიგრაციის შესახებ. ვავილოვისათვის ბუნებრივია ეს ყველაფერი უცნობი იყო, მაგრამ საინტერესოა, რომ ის თავისი დარგის ფარგლებში ხედავს ასტურიის ხორბლის ჯიშებისა თუ საცხოვრებელი სახლებისა და სამეურნეო ნაგებობების მისთვის აუხსნელ კავშირს დასავლეთ ქართულთან. ჩვენ აღმოჩნდით ასტურიაში, სწორედ ასლის აღებისას. ჩვენ და გასაკვირად აღმოჩნდა, რომ ამ კულტურას ნამგლით და ცელით კი არ იღებენ, არამედ ხის ჯოხების დახმარებით, რომლითაც თავთავებს წყვეტენ და კალათში ყრიან. 60 ქვეყანაში ყველა ჩვენი მრავალრიცხოვანი მოგზაურობისას არასდროს გვინახავს ხორბლის აღების ასეთი საშუალება და მხოლოდ მოგვიანებით დასავლეთ საქართველოს მთიანეთში, ლეჩხუმის დასახლებაში ვნახეთ ამგვარი ხერხი. იქ სადაც ახლახან აღმოჩენილ იქნა ხორბლის შესანიშნავი ენდემური ჯგუფი, მათ შორის განსაკუთრებული სახეობა გენეტიკურად მეტად ახლობელი ნამდვილი ასლისა. ამრიგად აგრონომიულად და ბოტანიკურად შესაძლებელი გახდა ჩრდილოეთი ესპანეთის გასაოცარი კავშირის დადგენა საქართველოსთან. ამასთან თავად ობიექტი და
თავად აგროტექნიკა იმდენად სპეციფიკურია, რომ შეუძლებელია ეჭვის შეტანა ამ კავშირის დიდ მნიშვნელობაში. ასეთია აკადემიკოს ნიკოლოზ ვავილოვის დაკვირვების ხასიათი. მან მრავალმხრივი კავშირი აღმოაჩინა ასტურიასა და დასავლეთ საქართველოს შორის. საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო ნაგებობები, ხორბლის ჯიშები და ბოლოს აგროტექნიკა, მოსავლის ასაღები ჯოხები, რომელსაც შნაკვი ეწოდება. მსგავსება იმდენად დიდია, არ შეიძლება არ იფიქრო, რომ ერთ დროს ჩრდილოეთი ესპანეთი და კოლხეთი ერთი დიდი სამიწათმოქმედო კულტურის ორი შემადგენელი ნაწილი იყო. ასეთი მასშტაბის სამიწათმოქმედო კულტურა, რომელიც სავარაუდოდ ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებს სრულად მოიცავდა, ამ არეალზე განსახლებული პროტოქართველური ტომების მიერ იყო შექმნილი და ეს იყო ლითონ შემოქმედების შემდეგ მეორე დიდი შენატანი მაშინდელი მსოფლიოსა და კერძოდ ევროპის სამიწათმოქმედო კულტურის განვითარების საქმეში. აშკარაა, რომ პროტოქართველური ტომების გრანდიოზული მასშტაბის ემიგრაციული აქტიურობის გარეშე ორივე ზემოხსენებული ნოვაცია, მელითონეობა და მიწათმოქმედება სწრაფად და ეფექტიანად იმ დროის სამყაროს მოზრდილ ნაწილში ვერ გავრცელდებოდა. პროტოქართველთა კიდევ ერთი შენატანი მსოფლიო ცივილიზაციის ჩამოყალიბების საქმეში მევენახეობა და მეღვინეობაა. დიდი ხანია მეცნიერებმა ყურადღება მიაქციეს ქართულ მეღვინეობის კულტურას, დიდსა და მეტად არქაულს, რომლის ღვინის დაყენების ტექნოლოგიის პროცესი არსებითად წარმოადგენს უძველეს რელიგიურ რიტუალს, რის ჩატარების შედეგადაც იქმნება ღვთაებრივი სასმელი. არსებობს მკვლევართა არაერთი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ღვინის კულტურა საქართველოში ჩაისახა და აქედან გავრცელდა მსოფლიოს დიდ ნაწილში. ისინი ეყრდნობოდნენ ან ისტორიულ წყაროებს, ან საკუთარ კვლევაძიებას. ასე მაგალითად, ქართველ მეცნიერს რევაზ რამიშვილს თავის მონოგრაფიაში მოჰყავს ასურული წყაროებიდან მომდინარე ფაქტი, რომლის მიხედვითაც 5000 წლის წინ სარგონ დიდს, შუმერთა აქადური დინასტიის ფუძემდებელს, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით 2369-2314 წლებში მეფობდა, კაბადოკიაში ულაშქრია და იქიდან თავის ქვეყანაში წაუღია ლეღვის ორი ჯიში, ვარდი და სხვა მცენარეებთან ერთად ვაზი. რამიშვილი წერს კაბადოკიის ამიერკავკასიასთან სიახლოვეზე, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ იქ პროტოქართველური ტომები ცხოვრობდნენ. შემდეგ წიგნის ავტორი გვაცნობს კიდევ ერთ უცხოურ წყაროს, რომელიც მოგვითხრობს ვაზის საქართველოდან გავრცელების თაობაზე. ამ ფაქტთან დაკავშირებით ინტერესმოკლებული არ არის ცნობილი გერმანელი მკვლევარის ჰენის ლინგვისტურ-ფლორისტული ანალიზი. ვაზის ჭეშმარიტი სამშობლო კასპიის ზღვის მახლობლად მდებარეობს. უღრან ტყეში მკლავის სიმსხო ვაზები უზარმაზარ ხეებზეა გადახლართული და მშვენიერი მტევნებით ხიბლავს ადამიანს. იქ და მის მახლობლად კახეთში, სამეგრელოში, სომხეთში, სადაც დღესაც შემორჩა უძველესი წესჩვეულებები და რაც ბერძნების და რომაელების თხზულებებიდან არის ცნობილი, მოჰყავთ ნარინჯისფერი, ბალზამური სიტკბოს მეტად არომატული ვაზის ჯიშები, ხოლო უკეთილშობილესი კახური საფერავი ისეთ მუქწითლად შეფერილ წვენს იძლევა, რომ ამ წვენით მანდილოსნები ერთმანეთს მოკითხვის ბარათებსაც კი უწერენ. შემდეგ კვლევარი განაგრძობს.
აქედან სემიტური ტომების საშუალებით ვაზი ქვემო ევფრატისა და სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებით, ეგრეთ წოდებულ მცირე აზიაში ლიდიელებთან, ფრიგიელებთან, მიდიელებთან და სხვა ირანელებთან, ხოლო შემდგომ, როგორც ჩრდილოეთით და ასევე ზღვით, საბერძნეთის ნახევარკუნძულზე გავრცელდა. უაღრესად საყურადღებოა წიგნის ავტორის მიერ მოძიებული ფაქტები. თუ ასურული წყარო იმას გვამცნობს, რომ სარგონ დიდმა პროტოქართველებით დასახლებული კაბადოკიიდან ვაზი წამოიღო, მაშასადამე ძველი წელთაღრიცხვით მესამე ათასწლეულში პროტოქართველურ სამყაროში მევენახეობა და მეღვინეობა საკმაოდ მაღალ დონეზე იდგა და დამპყრობლებზე ამ საქმიანობის სარგებლიანობას ისეთი შთაბეჭდილება მოუხდენია, რომ თავად უცდია თავის ქვეყანაში ამ შედეგის მიღება. ჰენრი, როგორც ჩანს, მევენახეობის წარმოშობის საკითხების კვლევისას საქართველოში გადააწყდა დიდ ხეებზე ასულ ველურად გახარებულ ვაზს და ამან მიახვედრა, რომ ვაზის სამშობლოში მევენახეობისა და მეღვინეობის უპირველეს კერაში იმყოფებოდა. ცხადია, ეს არის სწორი დასკვნა, რომლის გამოტანასაც მის მიერ ნანახმა ქართულმა ღვინის კულტურამ შეუწყო ხელი. ჰენის მსჯელობაში სადავო მხოლოდ ისაა, რომ ლიდიელები და ფრიგიელები ირანელებად მიიჩნია. ეს შეუსაბამობა თავის წიგნში რამიშვილსაც აქვს აღნიშნული. ციტირებული ფაქტები გვიდასტურებს, რომ მეცნიერები კარგახანია ვარაუდობენ საქართველოს კულტურული ვაზის სამშობლოა და ამ შეხედულებას ყველა თავისებურად მისთვის ხელმისაწვდომი ფაქტების გამოყენებით ასაბუთებს. ასე მაგალითად, საქართველოს ამპელოგრაფიაში ამოიკითხავთ. ნეგრული სამართლიანად მიდის იმ დასკვნამდე, რომ მევენახეობა დამოუკიდებლივ განვითარდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში და აზერბაიჯანის ზოგიერთ რაიონში. საქართველოდან მევენახეობა გავრცელდა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, საბერძნეთში, აქედან კი რომში, სიცილიასა და სხვაგან. ის ფაქტი, რომ ამჟამად გავრცელებულია 20,000-ზე მეტი ჯიშის ვაზი, ერთადერთი დამადასტურებელი საბუთია იმისაც, რომ იყო მევენახეობის განვითარების რამდენიმე დამოუკიდებელი ცენტრი შუა აზიისა, ჩინეთისა, დასავლეთ აზიისა და სხვა. ამასთან კულტურული ვაზის წარმოშობისა და მეღვინეობის განვითარების მხრივ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო და არის საქართველო, სადაც ჩამოყალიბდა 500-მდე მეტი ჯიში, ანუ მსოფლიოს მთელი ასორტიმენტის 2.5%. როგორც ხედავთ, ამ ციტატაშიც ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველო არის მევენახეობისა და მეღვინეობის დამოუკიდებელი კერა, დედამიწაზე არსებულ დანარჩენ რამდენიმე კერასთან ერთად. აქვე აღიარებულია ქართული ცენტრის მნიშვნელობა და ამის არგუმენტად მოხმობილია ჩვენს ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული ვაზის ჯიშების რაოდენობა და მათი პროცენტი ვაზის ჯიშთა საერთო რაოდენობაში. რაც დამეთანხმებით საკმაოდ შთამბეჭდავია და ბოლოს საყურადღებოა იმ ტერიტორიებისა და ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც საქართველოდან გავრცელებულა მევენახეობა. ზემოთ მოყვანილი ციტატა, რომ ჭეშმარიტების მღაღადებელია, ამის დადასტურება სხვა ავტორის მოსაზრება, უახლეს სამეცნიერო კვლევაზე დაფუძნებული. არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, ვაზის კულტურას საქართველოს ტერიტორიაზე ფართო გავრცელება ჰქონია. იგი მოიცავს პერიოდს ნეოლითი, ბრინჯაო, ანტიკური და შუა საუკუნეებს, რაც გვაფიქრებინებს ამ კულტურის უწყვეტობაზე, ხოლო ენეოლითის ძველი წელთაღრიცხვით
მე-4 ათასწლეულების ხანაში კულტურული ვაზის ამ კერის პირველადობაზე მეტყველებს, ვინაიდან დღემდე არსებული მონაცემების მიხედვით იგი ყველაზე ადრეულია. ასე რომ მელითონეობისა და ხორბლის კულტურების გავრცელების გარდა მევენახეობა მეღვინეობაც პროტო-ქართველური ტომების მიერ გავრცელებული უნდა იყოს. ქართველმა ტომებმა მსოფლიო კულტურას შესძინეს სხვა ბევრი რამ, რომელთა დაწვრილებითი აღწერა შორს წაგვიყვანდა, მაგრამ თქვენი ყურადღება უნდა შევაჩერო რამდენიმე მათგანზე. ძველი წელთაღრიცხვით მე-3 საუკუნის ბერძენ პოეტსა და მეცნიერს აპოლონიოს როდისელს თავისი არგონავტიკის მე-4 წიგნში ასეთი რამ უწერია: ხოლო აია, დღესაც ურღვევი, დგას და ცხოვრობენ იმ დიდ ქალაქში იმ მამაც გმირთა შთამომავალნი დიდმა მოლაშქრემ აქ რომ დატოვა. შენახული აქვთ მამაპაპური ძველი კირბები, წერილ სვეტები და ამ კირბებზე ნაჩვენებია გზები ყოველთა ზღვათა და ხმელთა. რომ არაფერი ვთქვათ აპოლონიოს როდისელის მიერ ფაზისის მკვიდრთა ეგვიპტური წარმოშობის ჰეროდოტესეული ვერსიის გამეორებაზე, რისი უსაფუძვლობის შესახებაც უკვე მოგახსენეთ, როდოსელი უდაოდ საყურადღებო ცნობას გვაწვდის იმის თაობაზე, რომ კოლხები, რომელთა კერბებზეც ასახული იყო საზღვაო და სახმელეთო გზები, ყოფილან კარტოგრაფიის შემქმნელნი და გამავრცელებელნი ანტიკურ სამყაროში. ახლა განვიხილოთ, რას წარმოადგენდა თავად ეს კირბები. ამასთან დაკავშირებით ანტიკური კულტურის ცნობილი ქართველი მკვლევარი აკაკი ურუშაძე წერდა: კირბის სიტყვის ეტიმოლოგია აქ დამოწმებულ ცნობებში ნაირგვარადაა მოცემული. ბერძენ ავტორებს ჩანს თლად ნათელი წარმოდგენა კირბებზე არ ჰქონდათ. ამის მიზეზი უნდა ვივარაუდოთ და ეს ვარაუდი თვითონ ბერძენთა გადმოცემებს ემყარება. ის იყო, რომ კირბები ბერძნული სამყაროსათვის უცხო წარმომავლობის, წინა ელინური მოსახლეობის, პელაზგების წიაღში წარმოშობილ ძველისძველ ძეგლებს წარმოადგენდნენ. დროთა განმავლობაში უცხო წარმომავლობის კირბები ბერძნულ აქსონებს, სვეტებზე წაწერილ კანონებს გაუთანაბრეს. ამრიგად კირბებს ბერძნები სვეტებზე წაწერილ კანონებს უწოდებდნენ და წერის ეს ფორმა მათ პელაზგებისაგან, ანუ პროტო-ქართველური ტომებისაგან შეითვისეს. კირბები მათი დამწერლობის ფორმა იყო და მას პირველ რიგში პელაზგი ქურუმები, კირობანტები გამოიყენებდნენ. ამასვე ადასტურებს აკაკი ურუშაძე. ანტიკურ წყაროთა ჩვენებით კირიბანტები მცირე აზიის ავტოხთონური ტომებისა და წინა ელინურ პერიოდში კრეტაზე მოსახლე პელაზგების მატრიარქალური ღვთაების კიბელეს ქურუმები იყვნენ. საინტერესო ფაქტია, ატლანტისელთა ყოფის აღწერისას პლატონი მიუთითებს, რომ მათ კანონები სტელაზე ჰქონდათ დაწერილი, ანუ ეს იყო კირბი. საყურადღებოა, რომ პლატონი იმასაც წერს, ატლანტისელი მეფეები სასამართლოს გამართვის შემდეგ განაჩენს ოქროს ფიცარზე წერდნენო. მაშასადამე კირბები არა მხოლოდ სვეტები იყო, არამედ ფიცარი ან დაფა, რომელზეც გარდა კანონების წერისა რუქის დახატვაც შეიძლებოდა, მაგალითად სახმელეთო და საზღვაო გზების ამსახველი რუქისა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პროტო-ქართველურ ტომთა კიდევ ერთი შენატანი მსოფლიო ცივილიზაციის განვითარების საქმეში კარტოგრაფიაა. კიდევ ერთი ასეთი მნიშვნელოვანი შენაძენი მედიცინა გახლავთ. ქართულ თქმულებაში ამირანის შესახებ არის ერთი არქაული პლასტი.
ისეთივე ძველი, როგორც ცეცხლის მოპოვების ამბავია, ოღონდ მასში წამლის დამზადებაზეა ლაპარაკი. ერთგან ამირანის მიერ ზეციდან მოტაცებული ქალღმერთი ყამარი თაგვისაგან გაიგებს სამკურნალო ბალახების შესახებ. თაგვმა ხომ თავისი მკვდარი შვილი ბალახით გააცოცხლა. მეორეგან დევებმა ამირანს 7 კვირისა და 7 დღის ბანგი შეაპარეს და დააძინეს. ამრიგად ამირანიანში საძილე საშუალებაა გამოყენებული. აღსანიშნავია, რომ აქ მინიშნებულია ამ წამლის დამზადების ერთი გარკვეული მომენტი, რომ ეს საძილე საშუალება რომელიღაც სამკურნალო მცენარე 7 კვირასა და 7 დღეს უნდა ყოფილიყო სხვა მინარევებთან ერთად გარკვეული რეაქციების დასასრულებლად. სხვათა შორის ამირანის თქმულებაში საკეისრო კვეთაზეც არის ლაპარაკი. თავად ამირანი ამ გზით არის დაბადებული. იქვე მითითებულია დღენაკლული ახალშობილის გამოზრდის მეთოდი. 3 თვე დეკეულის ფაშში უნდა ჰყოლოდათ და კიდევ 3 თვე კუროსაში. თქმულების არქაულ პლასტებში აშკარად იკითხება ქართველთა უშორეულესი წინაპრების დაწინაურება მედიცინის საქმეებში და არ უნდა გაგიკვირდეს თუ უკვე ბრინჯაოს ხანაში კოლხ ქალებს ფარმაკოლოგიის და კოსმეტოლოგიის გასაოცარი ნიჭი ჰქონდათ. იმან რასაც არგონავტიკასა და ამ ნაწარმოების კომენტატორთა შრომებში ვკითხულობთ, არ შეიძლება არ დაგვარწმუნოს მედიცინის იმ მაღალი დონის არსებობაში, რაც ხსენებული პერიოდის კოლხეთში იყო. დიონისოს სკიტობრაქიონი მედეას დედის ჰეკატეს შესახებ ასეთ ცნობას გვაწვდის. ამბობენ, რომ ჰეკატე მამაცი იყო სამონადირეო საქმეებში და რომ მან პირველმა აღმოაჩინა მომაკვდინებელი ფესვები და შხამებით მოაკვდინა საკუთარი მამა. კოლხეთში გაგზავნილი ცოლად გაჰყვა ბიძას აიეც. მისგან წარმოიშვნენ კირკე და მედეა. კირკემ, რომელიც მედეაზე უფროსი იყო, ბევრად აჯობა თავის დედას. ზოგი რამ მისგან შეითვისა, ზოგი რამ კი მრავალი და საზარელი თვითონ აღმოაჩინა. ჰესიოდე კი ამბობს, კირკე ჰელიოსის ასული იყო. აიეტის უფროსი ქალიშვილისა და შემდეგ, როგორც ვნახავთ, უმცროსის მედეას წარმატება წამლებისა და შხამების მომზადების საქმეში მხოლოდ მათი ნიჭიერების შედეგი არ არის. ეს კოლხეთში ამ მიმართულებით მიმდინარე ექსპერიმენტების გაგრძელებად უნდა გავიგოთ. საუკუნოვანი გამოცდილება მედეას ხელში ადამიანებზე ზემოქმედების ძლიერ იარაღად იქცა. ასე მაგალითად, მეფე პელიასზე გავლენა რომ მოეპოვებინა, აიეტის ასულმა შემდეგი რამ მოიმოქმედა. მედეამ არტემიდეს ამოღარული ქანდაკება გააკეთა და შიგ ყველანაირი თვისების წამალი ჩამალა. მერე საკუთარი თმები რაღაც საშუალებით გაიჭაღარავა, ხოლო სახე და სხეული ისე ძლიერ დაინაოჭა, რომ მის დამნახველთ ეგონებოდათ თლად ბებრუც უნდა ვინმეაო. ამბობენ, მედეა ერთ მომცრო ოთახში ჩაიკეტა, მთელ სხეულზე წყალი გადაისხა და წამლების ძალა ჩამოირეცხა. ამგვარად ძველი შესახედაობა დაიუბრუნა და როცა მეფეს გამოეცხადა, ყველამ ნახველი გააოცა. აქ როგორც ხედავთ, ლაპარაკია კოსმეტოლოგიაში წარმატებებზე, უფრო სწორად კი გრიმისა და მაკიაჟის ხელოვნების ვირტუოზულ ფლობაზე, რაც ბუნებრივია, შემდეგ გავრცელდა საბერძნეთსა და დანარჩენ ევროპაში. მედეა უშვილობასაც მკურნალობდა. კორინთოდან ლტოლვილი მედეა ეგეოსთან ცხოვრობდა. იგი მას უშვილობისაგან ჯადოსნური წამლით განკურნებას დახპირდა.
მედეამ დაპირება შეუსრულა ეგეოს და ის არამარტო განკურნა უშვილობისაგან, არამედ მას გაუჩინა ვაჟი სახელად მედოსი.